საუბარია პენსიაზე და არა მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციაზე და შემწეობაზე და კონკრეტულად იმ შემთხვევაზე, როდესაც მოქალაქეებს ამ თანხების უკან დაბრუნება უხდებოდათ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულება მოქალაქეებს აღარ ექნებათ. სწორედ აი ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან დღეს არის მოსული სტუმრად ადვოკატი ანა ჯალაღონია და ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. სალამი. მარტივად რომ აუხსნათ საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება ეს შეღავათები და გარდა პენსიონერებისა კიდევ ვის ეხება ეს ამინისტია, ეგრეთ წოდებული ამინისტია. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხის წამოსწევისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესად აღიქმება, რომ ეს ეხება მხოლოდ პენსიონერებს, მნიშვნელოვანია საზოგადოებას განემარტოს ის ბენეფიციარები, ის ჯგუფი და ის საკმაოდ ფართო წრე, ვისაც შეიძლება ეს შეეხოს. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ამინისტია არ არის ამ მიმართულებით, დღემდე ჩდება კითხვები იმის თანაკავშირებით, თუ როგორ წარმოიშვება მსგავსი ტიპის ზედმეტობა, ეგრეთ წოდებული ზედმეტობა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ მსგავსი ზედმეტობა არ წარმოიშვას. პირველ რიგში გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს სამი მიმართულება ვის შეეხება. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის საპენსიო მიმართულება და პენსიონერები, მეორე არის სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიმღები ბენეფიციარები და მესამეა სოციალური ჯგუფი. ამ სამი მიმართულების ბენეფიციართა წრე არის საკმაოდ ვრცელი. რა თქმა უნდა, პირველი და მესამე კატეგორია რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ მეორე კატეგორიას განმარტავდი, იმიტომ რომ ეს ეხება იმ პირებს, მაგალითად, ვინც სახელმწიფო სამსახურში იყვნენ, დაწყებული სამართალდაცვის სტრუქტურებიდან დამთავრებული მოსამართლეებისა და დეპუტატების და დიპლომატების. იმიტომ რომ ეს არის ის კატეგორია პირების, ვინც სახელმწიფოს ემსახურა და აქედან გამომდინარე მიიღო გარკვეული დამსახურება სახელმწიფო კომპენსაციის, მხარდაჭერის თუ სხვა სახით. ასევე ეს ეხება პირებს, ვინც მარჩენალ დაკარგულები არიან. ეხება ისეთ პირებს, ვისაც მაგალითად ასაკობრივიდან მოუწიათ გასვლა, ასე ვთქვათ, სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იღებენ მხარდაჭერას. ეს ეხება მეცნიერებს, ვინც იღებენ აკადემიურ სტიპენდიას. ანუ საკმაოდ ვრცელია, რომ ჩამოვყვეთ თითოეული ჯგუფიც კიდე ქვეჯგუფებად იყოფა. საკმაოდ ვრცელია და საკმაოდ დიდია ის გავლენა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაზე ასახავს და აქედან გამომდინარე ძალიან დროული, საჭირო და ასე ვთქვათ, შედეგობრივად მაღალი შედეგის მატარებელია ფინანსური ტვირთის მოხსნის ნაწილში. დიახ, და პრაქტიკული თვალსაზრისით, რას ნიშნავს ტერმინი ლეგალიზებული? და როგორ აისახება ეს სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებზე ძალიან საინტერესო არის. ძალიან სწორი კითხვა, მადლობა. ამის განმარტების შესაძლებლობა რომ მომეცით, თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ზედმეტად დაიწყო. ხო, ეს აუცილებელია. იმისათვის რომ ლეგალიზება წარმოიშვება ეს ზედმეტობა. როგორც წესი, თითოეული ამ კატეგორიას აქვს დათქმა, როდის შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს ამ კომპენსაციისა თუ მხარდაჭერის თუ პენსიის მიღების მოცემულობა. ეს არის პირდაპირ ბმაში იმ რეალობასთან კონკრეტულ პირს როგორ რეალობა აქვს. თუ საპენსიო მიმართულებაში შესაძლებელია ჩვენ ასე თუ ისე გვესმოდეს, აღქმადი იყოს, მაინც განმარტავ მე-12 მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ამბობს, როდის არის ეს მოცემულობა, ანუ გარდაცვალება არის ერთ-ერთი გარემოება. თუმცა ამ შემთხვევაში წარმოიქმნება მეორე პრობლემა, ეს არის მემკვიდრეზე გადადის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ასევე სირთულეს წარმოადგენს. თუმცა სხვა შემთხვევაში ყოველთვის არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პირი, რომ ეს ზედმეტობა არ წარმოიშვას. მაგალითად, თუ შეიცვალა სამართლებრივი სტატუსი, ან პირი თუნდაც დასაქმდა საჯარო სამსახურში და მას უკვე აქვს ვალდებულება 15 დღის ვადაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, შესაბამის სტრუქტურას, ორგანოს მარეგულირებელს, რომ მას კომპენსაციის მიღების, სტიპენდიის მიღების, სოციალური დახმარების მიღების სტატუსი შეიცვალა, აღარ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმირებული არ არის მოსახლეობისა, რომ ეს მისი ვალდებულება არის, რომ უნდა მიემართა. და არ მიმართა და ამ შემთხვევაში უკვე წარმოიშვა. მან მიიღო იმაზე მეტი სარგებელი, ვიდრე მისი სამართლებრივი მიმდინარე სტატუსი ითვალისწინებდა. რა დროსაც უკვე მან გააფორმა ხელშეკრულება, მაგალითად, რომელიმე კომპანიასთან დასაქმების
ან თუ სოციალური ზია სტატუსი შეიცვალა, აქედან გამომდინარე წარმოიქმნება ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა, კი. მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი წარსულია უკვე, ხო? ნახეთ, ხდება ბაზების აი ეს მნიშვნელოვანია განმარტოთ, იმიტომ რომ ამნისტია არის ერთჯერადი აქტი. ასეთი დავალიანება შეიძლება წარმოიშოს თუ მოქალაქე არ იქნება ინფორმირებული რა შემთხვევაში წარმოიშოს. მომავალში შეიძლება წარმოიშოს და მე ეს არ ნიშნავს. ეს არის მნიშვნელოვანი რომ მოქალაქეები არ შევიყვანოთ შეცდომაში და არ ეგონოთ რომ ეს მუდმივად ასე იქნება. ეს არის ერთჯერადი აქტი, ეხება 21 წლიდან 25 წლამდე მოცემულობას. ანუ არსებობდა წინა ამინისტია, რომლის ფარგლებში დარეგულირდა 21 წლამდე მოცემულობა, იყო არსებობდა გარკვეული პრობლემატური მოცემულობა, იქ სასამართლო დავები, აღსრულების მექანიზმები იყო უკვე დაწყებული 21 წლიდან 25 წლამდე, ამინისტია ვრცელდება ამ მონაკვეთზე და ეს არ გავრცელდება სამომავლოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა მიცოდეს, თუ მათ შეეცვალა სტატუსი, ან ის გარემოება, რომლის ფარგლებში ისინი იღებდნენ მხარდაჭერას, სტიპენდიას თუ სხვა სახის სახელმწიფო ფინანსურ დოტაციას. მოდით აქაც კონკრეტულად, ანუ 2026 წელს თუ წარმოიშვა ეს უკვე ახალი. ეს არის 25 წლამდე ნოემბრამდე. არის მითითებული კონკრეტული ვადები, რომლის ფარგლებში ეს მოცემულობა ითვლება ამინისტირებულად, ანუ ლეგალიზებულად და ამასაც განმარტავ, რას ნიშნავს, თუმცა მანამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რა შემთხვევაში შეექმნება ეს სამართლებრივი პრობლემა. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ლოკალური სამართლებრივი პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაისახება ფინანსურ პრობლემაში, გადაისახება სოციალურ ჩართულობაში, იმიტომ რომ შეიძლება შეეხოს ანგარიშების დაღებას, გარკვეულ აქტივობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის პრობლემა, რომელიც პენსიონერების შემთხვევაში ეს არის კატასტროფა. ყოველ შემთხვევაში სოციალური ჯგუფი ძალიან მოწყვლადია. წარმოვიდგინეთ, ეხლა ისედაც მოწყვლადი კატეგორია და დამატებითი პრობლემა რო შეექმნება, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ხაზგასმის. ეს არის ამინისტია და არა მუდმივად მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რომლის ფარგლებში სწორედ ეგ ვიგულისხმე რომ დავაკონკრეტოთ. ანუ ეს არის როდის წარმოიშობა. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეული ბაზების ხარვეზების პრობლემაც არის, თუმცა მთავარი არის ის, რომ მოსახლეობამ საკუთარი ვალდებულება სტატუსის ცვლილებასთან ერთად აღიქვას. უნდა დააფიქსიროს შესაბამის უწყებაში. კი ბატონო, დაუბრუნდებით თქვენ კითხვას, რას ნიშნავს ლეგალიზაცია? ლეგალიზაცია ფაქტობრივად ნიშნავს იმ კონკრეტული მოცემულობის გამართლებას მარტივ ენაზე რომ ვთქვათ და სამართლებრივი ტერმინოლოგიით არ ვისაუბრო, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ პირებს ეხსნებათ სამართლებრივი პრობლემა, ის კრიზისი, რომელიც შეიქმნა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების ფონზე, აქედან გამომდინარე, თუ მიმდინარე დავებზეა საუბარი, უკან ხდება გაწევა რიგ შემთხვევაში მოქალაქეს სჭირდება თვითონ ჩართულობა, რომ მიაწოდოს ინფორმაცია მისი ამ კატეგორიის ვთქვათ, წინაპირობის არსებობის შესახებ, თუმცა მთავარი აქ რა არის? სამართლებრივად მათ მიმართ აღარ არსებობს არც ფინანსური პრობლემები, არც სამართლებრივი პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული მოქმედება ამ ვადის ფარგლებში მიჩნეული იქნა გამართლებულად. მარტივი ენით ესეთი ფორმულირება შეგვიძლია ვთქვათ. თუმცა ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის წახმა, რომ აქ არ ნიშნავს, რომ მანამდე კონკრეტული მოქალაქის ბრალეულობის აღნიშნული იყო ეს. ეს არის ის ხარვეზი, რომელიც წარმოიშობა ერთის მხრივ არაინფორმირებული მოქმედებით, მეორე მხრივ ბაზების. მოდით, აი როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა, რომ მომავალშიც არ აღმოჩნდნენ აი ამ მომავალის სტატუსში და უშოთ აი ეს რომ განუვარტოთ მოსახლეობას. რა უნდა ქნას გაკონტროლონ საკუთარი მიმდინარე სამართლებრივი სტატუსი. თითოეულმა პირმა იცის თუ რა საფუძვლით იღებს ამა თუ იმ სახელმწიფო მხარდაჭერას. ეს არის სტიპენდიის სახით, კომპენსაციის სახით, სოციალური დახმარების სახით, პენსიის სახით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც კი ის საფუძვლები, რომელ საფუძველზე თქვენც იღებთ, აი ამ მხარდაჭერას შეიცვალა, ანუ თქვენი სტატუსი როგორც კი შეიცვალა, თქვენ გაქვთ 15 დღიანი ვადა იმისათვის, რომ ამის შესახებ არიცნობოთ შესაბამის უწყეს თუ საპენსიოზია, შესაბამისია თუ კომპენსაცია, ანუ თითოეულ შემთხვევაში თვალსაჩინო. თუმცა მთავარი ნახეთ რა არის, ყველა ამ მიმართულებით მითითება არსებობს პირდაპირ კანონში, სადაც 15 დღე ის ვადა, რომლის ფარგლებში თქვენ უნდა ეს აცნობოთ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ არის მხოლოდ მოქალაქის კეთილნებაზე დაყრდნობილი და თვითონაც ახდენს ბაზების სინქრონიზირებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარკვეული შეიძლება ტექნიკური ხარვეზი იყოს, ადმინისტრაციული პროცედურული ნაწილი იყოს, ვადებში შესაძლებელია არ აისახოს დროულად და მოკლე ვადის ფარგლებში შესაბამისად ადამიანს უგროვდება ეს დავალიანება, რომელიც შემდეგ უკვე დასაბრუნებლად მისთვის ძალიან მძიმე ტვირთია. ძალიან მძიმე იქნება რა. ძალიან მძიმე ჩვენს ოჯახში ამ ლეგალიზება.
ჩემ პენსიონერ. თქვენ კეთილსინდისი რა დააბრუნეთ როგორც და ამინისტი არ შეგვიღო. და ძალიან საინტერესოა ამ კანონის მიღების შემდეგ უკვე აი დაწყებული საქმეები რაც არის იძულებითი ამოღება ვთქვათ აი ამ საქმეებს რა ბედი ეწევათ ეს ყველა შეწყდება კი აბსოლუტურად ყველა უმეტესწილად გამოთხოვა ხორციელდება სახელმწიფოს წარმომადგენლობის მხრიდან ანუ იმ სტრუქტურების მხრიდან რომელსაც დაიწყეს შესაბამისი დავის წარმოება თუმცა აქაც მინდა მოსახლეობას მივმართო რომ იქიდან გამომდინარე შესაძლებელია ვადებში ისე სწრაფად და მარტივად რეაგირება ვერ მოხერხდეს და კონდეთ ყურადღება, მიაქციონ ყურადღება, განსაკუთრებით თუ საახსრულებო წარმოებას ეხება, მიაწოდონ ინფორმაცია რომ იმყოფებიან ამ კატეგორია ამინისტიის გავრცელების. ანა ბოდიში გაწყვეტინებ ძალიან საინტერესო არის ამ პროცესის მიმდინარეობისას თუ ვისაც აქვს უკვე თანხა გადახდილი. ამ შემთხვევაში ეს თანხა დაბრუნდება? არა, სამწუხაროდ პირდაპირ დათმა არსებობს. ახსრულების პროცესს გულისხმობ. ვისაც რომელიც ამ წელში ჯდება. დიახ, ვისაც გადახდილი აქვს. მათ უკან თანხა არ უბრუნდებათ. იმიტომ პირდაპირ არსებობს დათქმა და მითითება განმარტებით ბარათშიც იყო ეს ასახული და მთავარი мотиваცია ის იყო რომ სახელმწიფო ვერ მიიღებს ვალდებულებას ანუ უკან დასაბრუნებელი თანხების კონტექსტში, იმიტომ რომ ეს დამატებითი ტვირთი იქნება სახელმწიფო ისედაც გაიღო კეთილინება და უარი საკმაოდ დიდი თანხა 4 მილიონზე მეტია ჯამურ ეფექტში, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ შემთხვევაში საუბარი იყოს მოქალაქეებისთვის არსებული მძიმე ტვირთის ხსნაზე აქ სახელმწიფო მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა უკვე გადახდილი თანხები ეს ის მოცემულობა რომელიც დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნებოდა ბიუჯეტისთვის და ამ ნაწილში პირდაპირ მოხდა ხაზგასმა რომ უკვე გადახდილი თანხების უკან დაბრუნდება არ მოხდება. დიახ, ეს კითხვა სპეციალურად იმიტომ დავსვით რომ მოქალაქეებს არ გარშემოდათ. დიახ, ანუ მესმის რომელიც შესაძლოა მოქალაქეს გაუჩნდეს. გაუჩნდეს უსამართლობის განცდა იქიდან გამომდინარე რომ არც ეს კატეგორია არ არის ფინანსურად სტაბილურია ჯგუფი და მათთვის გადახდილი სახსრები საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრებია მესმის მათით თუმცა სამწუხაროდ ეს ის მაქსიმუმია რაც სახელმწიფო შეიძლება მოწმოს. ეს ვალდებულებაც რო იხსნება ესეც ნამდვილად დიდი შესაძლოა ძალიან დიდი ტვირთია მეცნიერად ჩათვალეთ სამოქალაქო აქტივობიდან ბრუნვიდან იყვნენ ეს ადამიანები ამოვარდნილი იქიდან გამომდინარე რომ როცა ახსრულება მიმდინარეობს როცა იძულებითი ახსრულება განსაკუთრებით ძალიან მძიმე ტვირთია ეს დაკავშირებულია ანგარიშებთან წვდომის შეზღუდვასთან და ასე შემდეგ რიგ მოცემულობასთან თან თუ საუბრობთ საპენსიოზე მაგალითად ეს შეიძლება პოტენციური მემკვიდრეობის პრობლემა იყოს ასევე არც ერთი ეს ჯგუფი არ არის ის ჯგუფი რომელთვისაც არ არის ანუ მარტივად გამკლავებადია ეს ფინანსური დამატებითი ვალდებულება. ძალიან ხშირად ზედმეტად დარიცხული ეს პენსია ვლინდება, როდესაც პენსიონერი გარდაიცვალა ხოლმე და შემდეგ ეს სამართალ მემკვიდრეზე გადადის ეს პრობლემა. აი აქ აი ამ ასპექტში რომ განვმარტოთ კარგად როგორ ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ საკმაოდ მოწყვლადი არის ეს ჯგუფიც, იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ ადამიანი გარდაგეცვალათ გააქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკლისი და ამას ემატება ის რომ თქვენ გიჩნდება სამართლებრივი და ფინანსური პრობლემაც. სამართლები იქიდან გამომდინარე შეიძლება თქვენ საქმის კურსში არ ყოფილიყავით რომ არსებობდა გარკვეული ზედმეტადარიცხული თანხა და სახელმწიფოს აქ ვალდებულება მოითხოვოს ეს ზედმეტადარიცხული თანხა უკან ამ დროს რა თქმა უნდა ამ ერთ დანაკლის მეორე დანაკლისი ემატება. ძალიან რთული და მძიმე ტვირთი იყო მოსახლეობისთვის თუმცა საბედნიეროდ ის სიახლე ასევე მათაც შეეხებათ და მათ მიმართ არსებული ვალდებულებაც ასევე ანულირდება ამინისტიის ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც აი ამ სამივე კატეგორიაში შედის და ჩვენთან სტუმრად იყო ადვოკატი ანა ჯალაღონია, მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია რომ ადვოკატთა ასოციაციას ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო, იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას აზრს და ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებენ ჩვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა. და დილას მოდიან ჩვენთან სტუმრად და აი ესეთ საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ერთად.